გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩემისა საავტორო გადაცემა არის სამშობლო და ღირსება. უფლებამოსილების გადამეტაში არ ჩამომართვათ, ყოველთვის მოუყოდე, იმიტომ მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და თვით ქართველ ერს, ჩემთვის საპატივცემულო ერს, რომელსაც თავისთავად ცხადია მე მცირად ელოიანმა გავბედე და ეს ნაბიჯი გადავდგე იმისათვის, რომ სამშობლო ვიცი რა არის დანაკარგი მოყოლიდან და სამშობლოს და მის ღირსებას გაფრთხილება სჭირდება, ამისათვის თავისუფლება მივეცი, მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ და ღმერთის წყალობით გადავცე ზუსტად ის, რაც აბსოლუტურად ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობიდან, თეორიული მოღვაწეობიდან სახელმწიფო სამსახურებში სახურობის პერიოდიდან გამომდინარე შეფასება არ მივცემ ჩემ თავისუფლებას, იმიტომ რომ შეფასებელი საქართველოში ძალიან ბევრი ყავს და მე უბრალოდ მინდა რომ საქართველო ჭეშმარიტად დაადგეს იმ გზას, რასაც ქვია საქართველოს ღირსება. იმიტომ რომ თუ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფლებები არ იქნება დაცული სამართლებრივად, ღირებულებები, ეკონომიური, მატერიალური გასაგებია, რომ ეს ძალიან კარგია და დროულია, მაგრამ ყველაზე აქტუალური მონაცემი სახელმწიფოში არის სასამართლო და სამართლებრივი ინსტიტუტები, რომ იყოს ლაღი ადამიანი ღირსებით გაიაროს, თუნდაც შეცდომა მოვიდეს, თუნდაც დანაშაული იყოს, მაგრამ ყველაფერი იყოს ღირსებასთან დაკავშირებული, მის ადამიანობის წამსთან დაკავშირებული. ჩვენ ვიბადებით ადამიანები სახელმწიფოში და არ გვინდა ისეთი ქაოსი იყოს, როგორც დღეს პლანეტის ბევრ მხარეს არის ასეთი მდგომარეობა, რასაც ქვია ომი, უბედურება, რასაც ნამდვილად პატარა სახელმწიფოებისათვის, ისეთი როგორც ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად, კარგს არაფერს არ მოუტანს. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ კანონმორჩილები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ის ცოდნა, ის ღირსება, რაც გაგვაჩნია, მთლიანად თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვახმაროთ ჩვენ ქვეყანას, რომელიც არის უაღრესად ლამაზი და ძალიან წარმტაცი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება დღეს სერიოზული თემა, რასაც ქვია ადამიანი და მისი ღირსება. თუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და იბადება იმ ქვეყანაში, რასაც მზიანი საქართველო ქვია და მისი ღირსება არ იქნება დაცული და წლობით გაჭიმული, მენდეთ, რომ ადამიანს გულის ტკივა. ადამიანს შეიძლება შიმშილისგან არ ეტკინოს გული. მისი გაუბედურებული ცხოვრებისგან არ ეტკინოს გული. ადამიანთან დაშორებამაც შეიძლება ისე არ ატკინოს გული, მაგრამ როდესაც ხარ მართალი და შენ სიმართლეს ვერ იცავ, ეს ნამდვილად ძალიან რთულია და ძალიან ძნელია რომ გადაიტანო. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ბატონი გიორგი ლილუაშვილი. ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდა, მე მას ვიცნობ, პირადულად კი არა, ოჯახი, საბურთალო, ეს ისეთი უბანი იყო, სადაც მისი მშობლები მოღვაწეობდნენ, პედაგოგი დედა, უამრავ ადამიანის ხელში გავლილი ეს ერთი შვილი ყავდათ. მან დაამთავრა სამედიცინო განხრით ჯერ ექიმი, რომელიც თავის დროზე გაანაწილეს სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი. ეს იყო ძალიან ცივილიზირებული მაშინ საქართველოში და ძლიერი რო იტყვიან ფაკულტეტი, რომელსაც ბატონი გიორგი ლილუაშვილი დამთავრებული ის მოხდა სამხედრო დაწესებულებაში, რომელზეც ჩვენ გვექნება ლაპარაკი. ასევე არის საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ყველა ამ რაზეც გვექნება საუბარი, რომ არ ეყო მას სამართლებრივად, იძულებული გახდა, რომ პარტია ჩამოაყალიბა და პარტიის თაობაზე დღეს ეხლა მას საჩივარი აქვს შეტანილი სტრასბურგში და როდესაც მე ჩამიხედე მის საქმიანობაში, გული მეტკინა, იცით რატო? არ შეიძლება რომ ახალგაზრდა ქართველმა კაცმა ამდენი იბრძოლოს სამართლებრივად და ვერ მიაღწიოს თუნდაც იმას, რომ რაც დაამთავრა პირველი ფაკულტეტი, რაც ძალიან უყვარდა და რაც გულის ტკიოდა და იბრძოლა კიდევაც, სიმართლე გითხრათ, თქვენთან მომინდვია, მე ვიცი, რომ ყველაზე მართალი და სამართლიანი მსმენელი ჩვენ ყავს საქართველოს მოსახლეობა, ობიექტივის მსმენელი და თავისთავად ცხადია,
ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებაც განვლეს ეს 40-იანი, 50-იანი, 60-იანი ეპოქა, რომელიც მიდის და მან იცის ეს ტკივილი როგორი ძლიერია. ისევ ყურადღებით მინდა ძალიან, რომ თითოეული მათგანმა თქვენი აზრი აი უბრალოდ გაახმიანოთ შემდგომში ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო გიორგი, ჯერ პირველ რიგში მადლობა რომ მობრძანდით. მიხარია რომ აქ ბრძანდებით ნაბრძოლი ადამიანი ფაქტიურად, მაგრამ ვიცი რომ ჩვენი თხოვნაც იყო წინა შეხვედრაზე, რამოდენიმე 5-6 თვის წინ, რომ თქვენ დინჯად მიყოლოდით ამ პროცესებს, რომელსაც ქვია საქართველო და მისი მომავალი. აბა დავიწყოთ თავიდან. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. მე ასევე სრულად საქართველოს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღსდგა. გიორგობა იყო, წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს სრულად საქართველოს და თითოეულ საქართველოსთვის გულშემატკივარ ადამიანს მთელ მსოფლიოში. დღევანდელი შეხვედრა ზუსტად განპირობებულია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალი ჩვენ ქვეყანაში ფაქტიურად არ არსებობს და გვიწევს ისევ და ისევ, რაც წინა ხელისუფლების დროს გვიწევდა, რომ ჩვენს ქვეყანას უჩივლოთ ევროპის სასამართლოში, ეს ნამდვილად არ არის ჩვენთვის სასიამოვნო, მაგრამ იძულებულები გავხდით. თუნდაც ის პროცესები, რომელიც დაწყებულია თუნდაც წინა ხელისუფლების გასამართლების მიზნით პარლამენტში მიმდინარეობს ახლა კომისია შექმნილი, მე ცოტა განცვიფრებულიც ვარ, ისეთი ადამიანები არიან იქ მოწვეულები, რომლებსაც არ ვიცი ახლა თავდაცვის სამინისტროთი დაიწყო ეს საქმე და 521 ოფიცერი აღვადგინეთ. სასამართლო პროცესები გვაქვს მოგებული და სასამართლო გადაწყვეტილებები არ აღასრულეს. ანუ მინისტრებმა სასამართლოს გადაწყვეტილებები შეცვალეს. და ამის შესახებ ბატონმა სოზარმაც იცის და ქალბატონმა თიამაც არაერთჯერ მიგვიმართია ამასთან დაკავშირებით. ევროპის სასამართლოშიც ქონდა გაგზავნილი და ძალიან ისეთი პროცესები წარიმართა, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, რომ სტრასბურგში გაგზავნილი საქმეები გამოითხოვეს უკან თითქოს და ესენი აღასრულებდნენ და შეასრულებდნენ ამ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, თუმცა უშედეგოდ. თუნდაც ავიღოთ სამხედროების მიმართ და ვეტერანების მიმართ რა პროცესებიც მიმდინარეობს დღეს ცოტა არ იყოს სამარცხვინოც კი არის ელემენტარულად ჰოსპიტალი არა აქვს და წარმოიდგინეთ გენერალი კაცი დღესდღეობით მოხუცთა თავშესაფარში არის და ის რომ სამხედრო დაწესებულებაში უნდა იყოს ეს ადამიანი და შესაბამისი მკურნალობა უნდა utardebodes, ამასაც კი არ ასრულებენ. აქვე მე მინდა დავძინო, რომ როდესაც მე თავიდან დავავდი, ეს იყო ვაზიანში დაბიძურებულ წყალს რო ასმევდნენ. ვიცი თქვენი პრობლემები ეს პრობლემები ზუსტად ქვეყანას ეხებოდა და წარმოიდგინეთ, ყოველწლიურად 3000 ადამიანი წვევამდელი, რომელიც გადიოდა ამ ბაზაზე სამხედრო სამსახურს, ავადდებოდა. და მომავალი თაობა ისე დაავადებები ჩნდებოდა, რომელმაც დღეს გამოიწვია ის პრობლემები, დემოგრაფიული პრობლემები გამოიწვია და ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად იმ ვაზიანში არსებული პრობლემა იყო და ეს პრობლემა მხოლოდ ახლახანს 2014 წელს გავიგე, რომ იქ რადიაციული სამარხები ახლა შეუკეთებიათ. ან არის კიდევ იქ ეს პრობლემა ბოლომდე გადაწყვეტილი ან არა, ესეც შესამოწმებელია და გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ იქ მოსახლეობა დასახლდა. იქ არიან დევნილები, ეკომიგრანტები და ასე შემდეგ და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს და სახლდებიან და ეს სამხედრო პოლიგონი იყო, სადაც ხდებოდა სამარხები არის, რადიაციული სამარხებიც არის და ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის სამარხებიც იყო განთავსებული, რომლის შესახებ ჩვენს ასე რომ ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს და შესაბამის სამსახურებს მწირი ინფორმაცია ჰქონდა. და ეს არის შესამოწმებელი, გადასამოწმებელი და ამ მიმართულებით დიდი სამუშაო არის და როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ კიდევაც
იმ პერიოდში სხვათა შორის სანიტარული თავდაცვის სამინისტროს სანიტარული სამსახური იქნა გაუქმებული. ბატონო გიორგი, ჩვენ რომ ყველაფერში ჩავედიოთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის და თქვენი სამართლებრივი პროცესების ესები ნაცნობია ზოგიერთი მსმენელისთვის, ყველასთვის შეიძლება არა, მაგრამ რა მინდა გთხოვოთ, იცით რა, თქვენ სამართლებრივად ეს პროცესი მოიგეთ. მოვიგეთ და სასამართლო გადაწყვეტილება შეცვალა თავდაცვის მინისტრმა მაშინ. აი ეს და არის. დღესდღეობით ესა უბედურება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მოიგეთ ეს მოვიგეთ და პროცესები. ეს თან წარმოიდგინეთ ეს პროცესი წარიმართა ზუსტად იმ წინა ხელისუფლების პერიოდში მოვიგეთ სასამართლო და როდესაც აღსრულებაზე დადგა საკითხი, მაშინდელმა მინისტრმა ოქრუაშვილი იყო მინისტრი, ადგა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, არამედ შეცვალა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტი. ანუ ეს რეჟიმზე გვაქვს ლაპარაკი. რეჟიმი იყო მაშინ და რეჟიმი, კი ბატონო. და დღეს კიდევ ფაქტიურად ეს პროცესები უნდა შეცვლილიყო და შესაბამისად იმან თუ არ შეასრულა ეს ვალდებულება ქონდა დღევანდელ თავდაცვის მინისტრებს და მათ უნდა შეესრულებიათ ეს მაგრამ ეს პროცესები არ სრულდება. აი მე მაგალითად როდესაც ტელევიზიით გავიგე რომ ვინმე გიორგი ლილუაშვილი აღადგინეს თავდაცვის სამინისტროში და რაღაცა მე მაგალითად სურათი არ მინახია ვინ იყო რაღაცა და ვიფიქრე ალბათ თქვენ აღადგინეს და ფაქტიურად თქვენი საქმე იქ არის და არსებობს თქვენ სასამართლომ აღადგინათ და დანაშაულებრივი პროცესი კალბატონცირა მარტო მე კი არ აღმადგინა 521 ოფიცერი აღადგინა ანუ 521 კაცის ერთიანი ბრძანება იყო ეს რეჟიმის დროს რეჟიმის დროს ბათილად იქნა ცნობილი შესაბამისად 521 კაცია აღდგენილი და აქედან არც ერთი არ აღუდგენიათ ამ მუხლით რომ მათი გათავისუფლების ბრძანება ბათილი არის ანუ ბევრი ადამიანი ელოდა რომ სასამართლოს რა სიცით გიორგი აი იმ 500 რასაც თქვენ ბრძანებთ თქვენ არ შეჩერებულ ხართ თქვენ სულ ჩიოდით თქვენ სულ ესე იგი გრძნობა ქონდა თქვენი სამართლებრივი მოპოვებას თქვენ საკუთარ სამშობლოში და ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია როცა ვერ შეძელით მე უკვე კალბატონცირა ნახეთ რა არის ყველა მინისტრთან გვაქვს განცხადება დაწერილი. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ იმდენი მინისტრები იცვლებოდა განცხადებების წერასაც კი ვერ უასწრებდით. ყოველთვე ფაქტიურად თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა და ამ ხელისუფლების პერიოდში სამწუხაროდ რეაგირება არაფერი არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში სასიკეთო მათ შორის კალბატონ თიასაც მიმართეთ არაერთხელ და სხვათა შორის მოგვიწია გამოგვეთხოვა სახალხო დამცველის მუშაობის შესახებ ინფორმაცია და ბატონი სოზარის პერიოდში განცხადებული სტატისტიკაც კი აღარ არსებობს. ანუ სახალხო დამცველის აპარატმა მოგწერა რომ იმ პერიოდში სტატისტიკა არ გვაქვს. როდესაც ბატონი სოზარი მუშაობდა და იმ პერიოდში იმდენი საჩივარი დავწერეთ. და სხვათა შორის ახლა ეგ რაც გითხრათ სტატისტიკის თაობაზე მე საქმის ყურში ვარ მაშინდელი იმიტომ მეც ვიბრძოდი მაშინ უსამართლობის წინააღმდეგ მაგრამ იქ ეზოში გამოტანილი იყო მაშინდელი და მას ეცოდინებათ რომ ყველაფერი რაც კი იყო დოკუმენტაცია სულ ხანძარი გაუჩინეს და დაწვეს ეს ყველაფერი და მე მჯერა რომ ნამდვილად არ ეკნებოდათ ეს მაგრამ უბედურება ის არის როდესაც აი ეს გახმოვანდა მაშინ იმ პერიოდში თვითონ როცა იყო სახალხო დამცველი და ვერ გასცა პასუხი ამას აი ეს არის მთელი უბედურება სულიური შეფასებები როდესაც გააკეთა მაშინ იქ უნდა მიეთითებია ამ საკითხებთან დაკავშირებით მას და შესაბამისად უნდა ყოფილიყო იმ ოქმებში დაოქმებული ეს საკითხი როდესაც ნადგურდება ინფორმაცია და შესაბამისად ადამიანების თქვენ როგორ ფიქრობთ მარტო სახალხო დამცველის აპარატში განადგურდა ინფორმაციები მე ვიცი პირადად ჩემი პირადი საქმე
ცოცხალი ადამიანები ჩემი გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტრო და ჩემი პირადი საქმე ნაგვიდან ამოვიღეთ და სახში შევინახე რომ არ შემენახა და შემთხვევით არ მენახა ჩემი პირადი საქმე დღეს იმასაც მეტყობდნენ რომ საერთოდ თავდაცვის სამინისტროში არც გამივლია და ეს რაც ხდებოდა მაშინ მაგრამ ეს პროცესები ახლაც მიმდინარეობს არაფერი არ შეცვლილა თუნდაც ის საკითხი როდესაც უკანონოდ დამაპატიმრეს პირბადის ტარების გულისთვის და სასამართლომ გამამართლა და მოითხოვე კომპენსაცია სასამართლომ მიიჩნია რომ თურმე საქართველოში ადამიანის უფლებები შეფასებულია 120 ლარად მეტი არ გეკუთვნის შენო 120 ლარით ზედმეტი არისო ცოტა ვინ იყო მოსამართლე მაშინ? ნუ ახლა ზეპირად არ მახსოვს ეს რომელი წელია? ეს არის აი 2023-24 წელი ახლა ხანს კოვიდის პერიოდში. და ეს პროცესები ახლა მოსამართლემ თვითონ გითხრათ ეს თუ აღსრულებამ გითხრათ თუ ვინ გითხრათ რომ მეტი აფასდება ადამიანის არა გადაწყვეტილება მოგწეს 120 ლარი არის ჩემი კომპენსაცია ასე რომ ვთქვათ იმის გამო რომ დამიჭირეს ბორკილები დამადეს მცემეს ციხეში ჩამაჯინეს ამის გულისთვის 120 ლარია ჩემი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ადვოკატთა მომსახურებაზე ახლა 3 ადვოკატი მიცავდა მაშინ და მოვითხოვეთ 3000 ლარი და მაგ ადვოკატებსო მაგდენი არ ეკუთვნიდო და 500 ლარი ზედმეტი იქნებაო ანუ სასამართლო ჯერ ერთი ჩემი უფლებები ხო დაარღვია ადვოკატებსაც შეურაცხყოფა მიაყენა და გადაუწყვიტა ის რომ თქვენც არ გეკუთვნის არაფერიო და ახლა უზენაეს სასამართლოში არის ველოდებით მათ გადაწყვეტილება სპეციალურად აჭიანურებენ ესეც სტრასბურგში წავა აუცილებლად და დღესდღეობით სტრასბურგში რა გააგზავნეთ? დღესდღეობით სტრასბურგში გავაგზავნეთ სვენელს ახლა აუხსნათ ჩვენ რომ როდესაც ბატონმა გიორგიმ თავის სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის აღმოაჩინა იქ ფაქტიურად დანაშაულის ნიშნები და საქართველოს ჯარისკაცები იმ წყლიდან იწამლებოდნენ ეს სთხოვა იქ ჯერ პირველ რიგში მე არ დაუჯერეს მე თქვენ მოიყვანეთ ექსპერტი და ეს ყველაფერი შეამოწმებინეთ სამართლებრივად მან საქართველოს წინაშე ფაქტიურად მოიხადა ყველა ის ვალდებულება, რასაც ქვია სამშობლოს დაცვა, სიყვარული და ღირსება. ეხლა ისმევა კითხვა. დანაშაული აქ რატომ უნდა ყოფილიყო გიორგის მიმართ, როდესაც პირიქით უნდა ეზრუნას მოსამართლეს და დაბრუნებულიყო. კარგი ის რეჟიმის პერიოდი იყო და არ დაგაბრუნებდნენ. მაგრამ თქვენ აწუხებით ყველა წელს. ახალ ხელისუფლებას საქმე რაში არის მაშინ გვერდში მედგა მე რო არ აღვნიშნო არ შეიძლება ბატონი ირაკლი სესიაშვილი შალვა თადუმაძე ახალგაზრდა იურისტებიდან ანიდოლიძე თამარ კორძაია მაგრამ ესენი ხო მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ მიმართე რომ აღასრულეთ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება აი ზუსტად აქ არის პრობლემა რომ როდესაც ესენი მაშინ გვერდში მედგნენ თითქოს და იბრძოდნენ დღეს აღმოჩნდა რომ პირიქით ამით რა გვინდა რომ ვთქვათ ოპოზიცია და პოზიციაზე დგანან და მე ახლა აღვნიშნავ იმ საკითხს რა გავასაჩივრე და საზოგადოებამ რო იცოდეს მე გავასაჩივრე საპრეზიდენტო არჩევნები საპრეზიდენტო პარტიის მან ბოლომდე ესე იგი ჩამოაყალიბა პარტია საქართველო იძულებული გავხდით 2016 წელს ჩამოგვეყალებია ზუსტად აი ამ უკანონობიდან გამომდინარე ბატონ გახარიას პარტიას რა ქვია საქართველოსთვის ანუ ჩვენი პარტიისთვის შექმნეს მათ ორი ერთნაირი სხვათა შორის აი დაარქვეს გახარია საქართველოსთვის და რატომღაც ჟურნალისტები მარტო საქართველოსთვის აცხადებენ ამ იმას და შეცდომაში შეყავთ საზოგადოება ერთადერთი საქართველო პარტია ჩამოყალიბებული არის ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც საქართველოს ეროვნული აკადემიის ეგიდით შეიქმნა და ზუსტად მეცნიერ მუშაკები არიან ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებული იმის გამო რომ ზუსტად უსამართლობა ყველა შტოს შეეხო ახლა
მარტო მეომრებს, ვეტერანებს კი არა, პენსიონერებს, მეცნიერებს, აი ყველა სივრცეს შეეხო ეს უსამართლობა და იწულებული გავხდით, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გავკეთებია და ამ გასაჩივრებულ ფაქტზე ვიტყვი, საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ მიმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ რეგისტრაციაში გავეტარებია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. აქ იყო საუბარი, რომ ეს 300 კაციანი სია უნდა ყოფილიყო, რომელსაც უნდა წარედგინა და ასე შემდეგ, მაგრამ არჩევნები რო გამოცხადდა, ეს სია არ იყო გამოცხადებული. თუ არ იქნებოდა გამოცხადებული, მაშინ არჩევნებს როგორ ჩაატარებდნენ და თან შემცირებულ ვადებში ატარებდნენ, იმიტომ რომ კანონში გაწერილი იყო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებამდე ერთი თვითადრე უნდა დაესახელებია და არჩევნები რო ჩანიშნეს 28 დღე იყო დარჩენილი და მათ შორის ეს 300 კაციანი სია არ იყო გამოქვეყნებული, გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები უარს აცხადებდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე და შესაბამისად მათი წარმომადგენლები ვერ იქნებოდნენ, მე ოფიციალურად მივწერეთ, რომ მოგვეცით ის სია, შესაბამისად გავიცნობთ ამ ადამიანებს, ვინ არიან ხმოვანები, ვინც ხმას აძლევს პრეზიდენტობის კანდიდატს და შემოვიტანთ შესაბამისად, მაგრამ მამამდე ჩვენ შევიტანეთ განაცხადი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რა თქმა უნდა, უარი გვითხრა რეგისტრაციაზე, რაც გავასაჩივრეთ, წარმოებაში მიიღო სასამართლომ, ცნო სარჩელად, მაგრამ განუხილველად დაგვიტოვა. ეხლა ერთი წუთით რა, მე თქვენ როგორც იცით რა კანონცოდნეს ზოგიერთ მოსამართლეზე და ადვოკატზე ძლიერად იცი ყველა კანონი. მე მებადება ასეთი კითხვა და უფლებამოსილებას ვაძლევ ჩემ თავს, რომ მე თქვენ მოგმართოთ. აი, როდესაც თქვენ შენიშნეთ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის, თქვენ საქართველო, თვის და საქართველო ხო ერთი და აი ზუსტად სახელწოდებაზე რატომ არიზრუნეთ მაშინ? არა, ჩვენ მქონდა მაგასთან დაკავშირებით საჩივრები შეტანილი, მაგრამ ნახეთ რა არის, ჩვენი არის საქართველო, მაგრამ იმათ გახარია საქართველოსთვის, ანუ მისი სახელწოდება არა საქართველოსთვის, არამედ გახარია საქართველოსთვის არის და შესაბამისად უბრალოდ ჟურნალისტებიდან გამომდინარე ასე არის რეგისტრირებული გახარია საქართველოსთვის. მაშინ კი, მაშინ თქვენი არის და თქვენ აი ეს საბუთი გააქვთ საარჩევნო კომისიისგან, რომ ის გახარია საქართველოსთვის. კი, გახარია საქართველოსთვის, ასე იწერება. იმიტომ რომ არ აცხადებენ ესე. კი, არ აცხადებენ და ეს არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ და თქვენ ამაზე რომ გეზრუნა და სპეციალურად გეზრუნეთ ჩვენ მაგაზე საბუთი კი რა თქმა უნდა გახარია ოფიციალურად დარეგისტრირებული არის როგორც გახარია საქართველოსთვის და არა საქართველოსთვის და უბრალოდ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა შესაბამისად ახლა ჟურნალისტებს უნდა გაეთვალისწინებიათ ეს და სპეციალურად აცხადებდნენ მაგას მარტო საქართველოსთვის. იმიტომ რომ შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. არა, ჟურნალისტებს კი არა, პირადად თავმჯდომარესაც თქვენც უნდა გეზრუნოთ და მასაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო. შეხვედრა ყოფილიყო და რაღაცა, იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენ გააგზავნეთ ახლა სტრასბურგში, ხო ეს სარჩელი? ნახეთ რა არის, სხვა პარტიებიც არის, მაგალითად დემოკრატიული საქართველო და ასე შემდეგ. ანუ იმას წინსართი ყოველთვის არის დართული და შესაბამისად ეს არის უკვე სხვა სახელწოდება და არ ასოცირდება საქართველოსთან პირდაპირ გაგებით, ასე რომ ვთქვა და ამიტომ მოხდა ის რომ სასამართლოში ამ საკითხის განხილვა შეუძლებელია. და იმ სარჩელთან აქვს სტანდარტული ის რომ ეს გახარია საქართველო, იმიტომ რომ გერმანიაში საფრანგეთში სადაც სტრასბურგია, ხო, თქვენი სარჩელი. არა, ეს პარტია საქართველოა, ეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის. ხო, მაგრამ ისინი წავა შეიძლება რაღაც სარჩელო განცხადება იყოს და მათ ინფორმაცია გქონდეთ რომ არის საქართველო და როგორ ფიქრობთ ცოტა უხერხული არ არის უცხო ქვეყანაში ასეთი არა, იქ სახელწოდება სრულად უნდა წავიდეს თუ მსგავსი შემთხვევა იქნება შესაბამისად მიმართავთ ჩვენ და გავასაჩივრებთ სამართლებრივად. და რეგისტრაციაში თვითონ თქვენ დაინახეთ რომ იუსტიციაში გატარებულია გახარია საქართველოსთვის კი ბატონო. ხო, ნუ და მაშინ მართალი ხართ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იმასიზავთ ამ შემთხვევაში. ასე არის გატარებული პარტია, იმიტომ რომ საჯარო რეესტრიც იმას არ დაუშვებდა, იმიტომ რომ მსგავსება არის და შესაბამისად დაუშვებელია.
ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არეგისტრირებს გახარია საქართველოსთვის. ასე იყო დარეგისტრირებული. რომ მოგცემოდა მაგის საშუალება. იმიტომ რომ მე როგორც სხვა მხრივ გავასაჩივრეთ მაგ საკითხებს, უბრალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 11 პარტია ქონდა დარეგისტრირებული უკანონოდ და მაგაზე დავობდით ამ საკითხებზე. რაც შეეხება სტრასბურგში გაგზავნას მეორე საჩივარი, რომელიც შევიდა და გავასაჩივრეთ, ეს იყო პრეზიდენტის არჩევის შემაჯამებელი ოქმი. ეს ოქმი გავასაჩივრეთ, შესაბამისად წარმოებაში მიიღო სასამართლომ, თუმცა ეს პროცესები მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტი ფიცდებდა წესით და კანონით ამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება, მანამდე არც ფიცი არ უნდა დაედო და ვერ შევა ძალაში. ეს მხედველობაში ყავს ქალბატონის სალომე. არა. აბა? ეს ახალი ყაველაშვილზეა საუბარი. ეს არის გასაჩივრებული. სალომესთან დაკავშირებითაც გასაჩივრებული. ყაველაშვილთან დაკავშირებით ერთი რო იყო და არ დაგვარეგისტრირეს, ჩვენ აი ზუსტად ეს იყო გასაჩივრებული და სასამართლომ ბოლო გადაწყვეტილებაზე არ მოგცა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ანუ ბოლო სასამართლო პროცესი, სანამ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვარდება, საქმის წარმოება მიმდინარეობს და დღემდე არ მაქვს ჩაბარებული ბოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისად ყაველაშვილის ყველა დაჯილდოება იქნება, ამინისტია იქნება, ყველა არის უკანონო. კანონდარღვევით ხდება. და თუ თქვენ არა გაქვთ დასაბუთებული, აი ბოლომდე ეს ყველაფერი, სტრასბურგმა როგორ მიიღო თქვენი საჩივი? საჩივი? ახლა როგორ გავაგზავნეთ? პირველი საკითხი, რომელიც გავასაჩივრეთ, იმაზე ხო მოგცეს დასაბუთებული. ანუ ერთი საქმის მოგცეს, მეორე საქმისას არ გვაძლევენ, მაგრამ იქ მიუთითეთ ჩვენ რომ მოვთხოვეთ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაებარებიათ, რომელიც უნდა ჩაებარებიათ 2 დღეში. ანუ კანონი ავალდებულებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დავას და შესაბამისად ის უნდა ჩამბარებოდა 1 თვის წინ, ადრე, მაგრამ ამათმა ეს არ გააკეთეს. და მიუთითეთ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, რომ აგერ არის კიდე შეტანილი, ვასაჩივრებთ ამას და შესაბამისად ვითხოვთ ამ გადაწყვეტილებების გაუქმებას და ყაველაშვილის მიერ გამოცემულ ყველა დადგენილება იქნება, ბრძანება იქნება, გადაწყვეტილება იქნება იმის ბათილად ცნობას და ამასთან ერთად ვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას 10 მილიონ ევროს. ხო და საქმე არის ასე, თუ 10 თაოდ დავიწყეთ ახლა ჩვენი საქართველოს წინააღმდეგ დავები და ყველამ ასე მოვითხოვეთ თანხები, ქვეყანა თავისთავად დაუძლურდება, ხო? და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ამის გაკეთება და გვაიძულებს ეს ხელისუფლება, ჩვენ გავაკეთოთ და განვახორციელოთ. მე ვთქვი, რომ აგერ ველოდებით კიდე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებ და არანაკლებ თანხას მოვითხოვთ იქაც. და მარტო ეს ერთმა ადამიანმა გავაკეთე, აგერ და სხვები სხვა არიან, რომლებსაც სტრასბურგში შეაქვთ საქმეები და ეს საქმეები რო დასრულდება, იმ თანხას ვის მოთხოვენ? ხო ბიუჯეტს დააწვება გადასახდელად. ანუ გამოდის რომ ჩვენ გვაიძულებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შევიტანოთ საჩივრები, ვიდაოთ, ვიბრძოლოთ და ვალდებულება ჩვენს ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო 94 წელს ხელი აქვს მოწერილი სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო აქვს ამათ შესასრულებლად. ვალდებულება აქვს. მაგრამ ამ ვალდებულებებით, რომელსაც ახლა თქვენ აი სხვებით შეიტანენ, ეს შეიტანენ, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ესე იგი სამართლებრივად ჩვენ მე მგონი ბრძოლა ეხლა რომელიც ესე იგი ყოველ შემთხვევაში ხელი შეშლის მეც რომ არაფერს არ აკეთებს რაღაც საზოგადოების ნაწილი რომელიც ხელს შეშლა ყოველ წუთში აი ეს გამოსვლები აი ეს უცხო ქვეყანაში ამის დაფიქსირება და აი ეს ყველაფერი ეს ხომ უხამსია ჩვენი პატარა ქვეყნის რა თქმა უნდა ჩემთვის აი წარმოიდგინეთ ქართველი ადამიანისთვის ნამდვილად მიუღებელი არის რომ აი ევროპაში ვიჩივლო და ჩემს ქვეყანაში ვერ მოაგვარო ეს საკითხები მაგრამ უბრალოდ იძულებული ვხდები ჩვენ ეს გავაკეთოთ რომ სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ ანუ საქართველოს ქართველებისთვის აღარ არის
ეს არის ჩვენი უბედურება და ამას დავთ და ახლა ჩვენ გვინდა მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს საკითხი და მშვიდობიანად ერთადერთი გზა არის დატოვებული ეს საკითხი და მაშინ დიდი ბოდიშით და ძალადობრივი გზით უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების დაბრუნება და ამის გაკეთება ნამდვილად არ გვინდა ისედაც არეულია მთელი მსოფლიო და იქნება მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში და ამაზე ვცდილობთ ჩვენ რომ რაღაცნაირად მშვიდობიანად მოვახდინოთ და საზოგადოება უნდა იყოს აქტიური ამ საკითხებში მე კიდევ ვიმეორებ როდესაც აგე რა იმის გულისთვის რომ პოლიციელს არც კი მიაყენეს შეურაცხყოფა რაღაცის გულისთვის 5000 ლარს აჯარიმებენ და ბიჭო უდანაშაულო ადამიანს ბორკილები დამადეს სრულმოწმეები მოიყვანეს რა ვიცი რა არ გააკეთეს მთელი ღირსება შემილახეს თან საარჩევნო პერიოდში 2020 წელს ხდება ეს ყველაფერი და მეუბნებიან რომ სასამართლო მეუბნება რომ შენო შეფასებული ხარო ამ ქვეყნის მოქალაქე 100 ლარათო მეტი არ უღიხარ ამ ქვეყანასო და სამარცხვინო აბა რა არის ეს გიორგი, ვიცი რა არის, მე მესმის აბსოლუტურად გეთანხმებით სამართლებრივად, როდესაც თქვენ მარტო რომ იყოთ, მე შეიძლება გამიკვირდეს და ეს არ მეთქვა და რა, მაგრამ ნამდვილად ვიცი რამდენი სისტემურის მიდის და რატო ხდება ეს არა იმისათვის რომ იცი რა ეს ხარჯების ანაზღაურებაზეა საუბარი იმ წუთში მაგრამ არის საკითხები რომელსაც იცი შინაარსობრივად დემოკრატიული ფასეულებები რასაც ქვია ხო დემოკრატიული ფასეულებები პირველი სახალხო დამცველის აპარატში ბატონ დათო სალარიძის დროს უამრავი შემოდიოდა მაშინდელი წარმომადგენლები ევროსაბჭოში, გინდა ბრიტანეთის, გინდა ყველა ადამიანის უფლებების წარმომადგენლები მოდიოდნენ და ჩვენთან ატარებდნენ და შეხვედრები იყო. არასოდეს არ ყოფილა ისეთი მიზანმიმართული ბრძოლა, როგორც ახლა გარე სამყაროდან მოდის, იმიტომ კი არა, რომ მაშინ დაცული არ იყო დაცული, იცით რატო? სხვანაირად მსჯელობდნენ სასამართლო, აი თქვენ თქვით, სასამართლო პროცესი მოიგეთ იმ რეჟიმის დროს. მაგრამ ხედავთ, კი მოიგე, მაგრამ იქვე თავდაცვის მინისტრმა ადგა და ის სასამართლოს უგულებყო და თვითონ გახდა მოსამართლე, ხო? ესე იგი ფაქტიურად ეს უკვე არის სამშობლოს აბუჩათაგდება. ქალბატონოცირა მაგის გაგრძელებას გეტყვით, რა თქმა უნდა, მაშინ გავასაჩივრე მე ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება და შემდგომ უკვე მოსამართლემ მითხრა რომ ესო საქართველოში დაშვებული წესი არისო და შენ შეგიძლიაო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეცვალო და გამოცე ბრძანებებიო. ამის შემდგომ მოყვა ისეთი აბსურდული, ესენი უზენაეს სასამართლომდე მივედი და უზენაესმა სასამართლომაც მაგმითხრა რომ მე პიროვნულად არავის არ აქვს მოსამართლის უფლება მოსილებაში ჩარევის უფლება. სასამართლო მაგმითხრა ზუსტად რომ შენ გაქვს ამის უფლებაო და მაშინ 2010 წლის 1 სექტემბერს პატარა რაღაც გავითამაშე და დავწერე ბრძანებები და მოხსენი მიშაც მთელი პარლამენტი და ჩავაბარე ეს და 2010 წლის 15 სექტემბერს ეს გაზეთ ვერსიაში იქნა გამოქვეყნებული სტატია მთელი გაზეთი და მარტო ჩემი სტატია ეწერა მე მგონი პირველი გვერდი სულ მე ვიყავი მაგრამ საქმე ის არის რომ ესა ტაკი მასხარაობა ხო ელემენტარული არის ქვეყანაში სამართალი უნდა დადგეს და სამართლებრივი სახელმწიფო უნდა შევქმნათ თუნდაც ის რაც დღეს ხდება მე მიმაჩნია რომ დღევანდელი ხელისუფლება ფაქტურად მხოლოდ არის აი ოლიგარქიული რაღაც კონგლომერატი შექმნილი და დააკვეს ეს მოდით ასე შევთანხმდეთ რა მე იმიტომ კი არა რომ იცით რა მე არ მინდა რომ ამ ეთერიდან გაჟღერდეს ისეთ მე არ გიცნობ თქვენ ასეთ ადამიანად მე მესმის რომ გაგიზიანებ მე ქალბატონოცირა იძულებულს ხდიან რომ ასე ვიფიქრო იმიტომ რომ თუ ეს ასე არ არის შექმნეს კომისია ადამიანები რომლებიც იქ მონაწილეობენ საჯულის სახით ძალიან კარგად იცნობენ ჩემს საქმეს პირადად მეც მიცნობენ იმიტომ რომ თია წულუკიანს არაერთხელ იმ კომისია უწყებათა შორის კომისიაზე არაერთხელ დაუკენე ეს საკითხი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით კიდე უკანონოდ რო ყავდათ დარეგისტრირებული 2011 წლიდან ეს საკითხები და ბატონო გიორგი ჩემ კითხვაზე აი მე კიდევ ვამბობ არის რაღაცა საკითხები რომელიც იწვევს ეჭვს
აი ესეთი დამთხევა გიორგი ლილუაშვილი, რომელიც აღადგინეს თუ როგორ დასვეს იქ სამსახურში. არ ვიცი, მაგრამ ეს პიროვნება თავდაცვის სამინისტროში სხვათა შორის რამოდენმე გიორგი ლილუაშვილი იყო და ძალოვან სტრუქტურებში ბევრი არიან, იმიტომ რომ გვარიდან გამომდინარე, წმინდა გიორგის, ასე რომ ვთქვათ, ხატიდან გამომდინარე, ჩვენი გვარი ბიჭი რო იბადება, ყველას გიორგის არქმევენ და ამიტომ ბევრნი ვართ გიორგები და ხო, და ასე ნუ და ესე იგი რა მომწონს იცი გიორგი გენიცვა რომ დედა თქვენს აი თქვენს მეგობრობას, თქვენს ახალგაზრდობას ყველაფერში ჩახედული ვარ მე პირადად, რომ როგორი ერთგული, როგორი მოაზროვნე, როგორი დიდი ქართველი ხარ შენი სახელმწიფოს წინაშე და ამას რატომღაც აი ეხლა ხარ აკადემიის წარმომადგენელი, ხო, ვიცე-პრეზიდენტი. ხო, აი, როდესაც წესდება აქვს, თქვათ, აკადემიას და ისინი ხედავენ ვიცე-პრეზიდენტობა, ეს პატარა თანამდებობა არ არის, ხო, სწორედ მოაზროვნეა, იმიტომ რომ თქვენთან უნდა იყოს შუამდგომლობა იმისი, რომ ამა თუ იმ საკითხებზე და თქვენ რო გიძნელდებათ. აი, ნახეთ იქიდან შუამდგომლობა თუ არ გინდა და თქვენ თვითონ ბრძოლობთ მარტო. არა, რა თქმა უნდა, გვერდში მიდგას აკადემიაც და არაერთხელ ყოფილა, რომ აკადემიის პრეზიდენტს ოფიციალურად მიუმართია ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროშიც გასაუბრებაზეც ერთად მივსულ ვარ და გვისაუბრია და სამწუხარო იცით რა არის? ჩვენ ქვეყანაში ამ ქცოვან მეცნიერებს ეთყობა ან არაფასებენ, ან რაღაცა ხდება ისეთი, რაც ჩვენთვის როგორც ქართველებისთვის მიუღებელი არის, იმიტომ რომ მე ისე გამზარდეს, რომ ჩემ შობელს, ჩემ წინაპარს პატივი უნდა მივაგო და აქ არც პატივისცემა, არც კანონს უცემენ პატივს და არც ადამიანობას და ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, მე ამაზე მტკივა გული თუ არა, ეს კი არ არის, რომ ჩემი ამოცანა კი არა, საჩივრები და ექიმი ვარ და მინდა რომ ექიმად ვიმუშაო და იმის მაგივრად რომ ექიმად მემუშავა, იძულებული გამხავდეს წავსულიყავი პოლიტიკაში და ხანს რა მიმართულებით და ხარ მიმართულებით და სამსახურს რო არ დაგაწყებიებენ და ექიმ კაცს საინტრად არ შეგიშვებენ მორგში ცოტა არ იყოს ბევრი რამეა დასაფიქრებელი ამ ქვეყანაში და ბევრი რაღაცა არის აქ ზუსტად აი ეს მალაპარაკებს და მე მარტო მე რო ვიყვე ერთი ადამიანი კიდე ვიტყოდი რომ აი ერთი და მე რა მაგრამ ქვეყანაში მასობრივად ხდება ეს პროცესები იმიტომ ვარ ხას უსვავთ იცით რა ეს მე უნდა ვთქვა აუცილებლად იმიტომ საქართველოს მრავალეროვანია და მერწმუნეთ თქვენ მერწმუნეთ რომ ძალიან ბევრი ყველა ადამიანი იჩაგრე მაგრამ ქართველი ერის ღირსება დაცვაზე იმიტომ ვტკივა აი ეს გული და იმიტომ განიცდი რომ დედა თქვენი თვითონ ზრდიდა ქართულ ენას ლიტერატურას ასწავლიდა როგორც მე ვიცი ქართულ ენას საბურთალოზე შუალედში მე-61 საშუალო სკოლაში და დღეს გიორგი და მამა მოხუც მამას ფაქტიურად პატრონობს და ასეთი დამოკიდებულება მე ნამდვილად არ მიმაჩნია სწორი და მართალი მარტო გიორგის მიმართ კი არა საერთოდ საზოგადოების წინაშე არ უნდა აიძულოს სამართალდამცავ სისტემის წარმომადგენლება თავის განაჩენი იქნება, გადაწყვეტილება იქნება, სამართლებრივი შეფასება იქნება. ეს უნდა გათვალისწინდნენ. ჩვენ გვინდა რომ ჩამოყალიბდეს ნორმალური, განათლებული, როგორი ყველანაირად უნდა ეცადო რომ ლაღი იყო ამ ქვეყანაში და 80%-ზე არ ვიტყვი, მაგრამ 30-იც რო ყავდეს ასეთი ადამიანები ძალიან ძიმეა სიტუაცია და ძალიან დაღდასმულია. 30-ზე მეტიც არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანები მიმართავენ სამართალს. ეს არ არის ისე. და მე კიდევ მსმენელისთვისაც მინდა და ის ვინც გვისმენს ჩვენს გადაცემას, საბჭოთა კავშირის დაშლით, ძახილით, ხმამაღალი ძახილით, როდესაც ხმამაღლა კიოდნენ, რომ იცი რა თავისუფლება გვინდა და ცხოვრება ისეთ დონეზე გვინდა, რომ ნამდვილად უნდა ვეპაექროთ ევროპას. ევროპის დონეზე, როდესაც არის, თქვათ, მოთხოვნა და აი ამ დაშლამ ხელი შეუწყო, იცით ვით,
ჩემი აზრია ეს ნამდვილად თაღლითებს აი იმ კომუნისტების დროს არსებობდნენ ესენი აბსოლუტურად უცოდინრები აი ეს ზოგიერთი მე ყველაზე არ ვიკადრებ მაგას და არ ვიტყვი იმიტომ რომ არის ასეთი ფასიანი ინსტიტუტების ეგრეთ წამომავალი რომლებიც ამთავრებენ ისეთნაირად და დიპლომი მიაქვთ ყავთ ეს ყველაფერი შეფასებები და რაც მთავარია შემფასებელი მას სამსახურში იღებს გიორგის აი ეს არის მაგალითი და ასეთი ძალიან ბევრია საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავისი ტკივილით ცხოვრობს უდიდესი ნაწილი აი ამ საბჭოთა კავშირის ახლა მომხრეად არ გამიგოთ რომ იმის მომხრევა მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ჩვენი ექიმები რომლებიც ფაქტიურად უფასოში თავისი ცოდნით თავისი აი ოჯახური ქართველობი თავისი თბილისში დაბადებული და გაზრდილი ხარ ხო სწორია დოლიძეზე და თქვენ მიდიხართ იქითკენ რომ აი ეს ბრძოლა რომელიც უკომპროსია ხდება წლები და ყველა ზეპირად ფაქტობრივად ყველა სტატია იცი და თქვენ ამ ყველაბერს ხდებით გააქვთ ამდენი უნარი და მე მადლობა მინდა გითხრათ თქვენ რომ აი ესე ახალგაზრდა არ გაბოროტებულ ხარ და ყოველთვის მაინც იღიმები და მადლობა მე ამისათვის როგორც დედა მეც შვილი მყავს და ვიცი რას ნიშნავს ეს მე მაინც ვფიქრობ რომ ეს პარტია რომ გააქვს ჩამოყალიბებული 5 კაციც რო იყოს 10 კაციც რო იყოს თქვენ უნდა მხოლოდ ეხლა იზრუნოთ იმაზე გიორგი რომ აი აქ მაინც უნდა შევცვალოთ აუცილებლად უნდა შევცვალოთ და ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველოს დამოუკიდებელი რო გახდა როდესაც ხალხის არჩევანს ტყვია ესროლეს აი ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული და შემდგომში განვითარებული პროცესები აი დღეს რაც საწყებულობ ზუსტად ეს გამოძახილი არის როდესაც გარკვეულწილად არა შეცვლით ეხლა იცით რა მოდით ეხლა ადგილობრივი არჩევნებია ადგილობრივ არჩევნებზე თქვენ ხო პატარიდან უნდა დაიწყო ყოველთვის დაბალი და შემდგომში გამოირკვევა უკვე თქვენი არჩევნებით უნდა დავიწყოთ აუცილებლად მაგრამ არჩევნები უნდა ჩატარდეს კი ბატონო, აი თქვენ რაზეც უნდა ჩატარდეს, რასაც ქვია და არა ის რომ ვიღაცა მოინდომოს და ადგეს და დასვას დადოს თავისი ის ნათესავი და ბიძაშვილ მამიდაშვილი. გასაგებია რომ ეს არის ჩვენი გულის ტკივილი და ჩვენ ზუსტად აი ეს გვინდა რომ არჩევნები ჩატარდეს. არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ არჩევნები უნდა ჩატარდეს აი პირდაპირ თქვი რა, არჩევნები უნდა ჩატარდეს და ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ვიღაცამ რომელიც შემდგომში რაღაცა მამაძაღლობას ჩაიდენს და მივიღებს შედეგს. ამ გადაწყვეტილებას აი ამ თქვენ პარტიას მართლაც თქვენი ენთუზიაზმით, თქვენი ცოდნით, თქვენი განათლებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი ღირსებით რომ ვიცი რომ ძალიან გიყვართ სამშობლო და ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ ქვეყანას. მე ეს ძალიან დარწმუნ თქვენი мама, თქვენი დედა ყველაფერი როგორც ვიცი ეს ტკივილი ძალიან ძლიერია თქვენთვის და მე მიმართავდი შესაბამის ორგანოებს კი არა სახელმწიფო სტრუქტურებს აი დღევანდელი პარტიის თავმჯდომარე ახალგაზრდა კაცი რომელიც ფაქტიურად მოეკიდა კიდე უფრო ძლიერ საქმეს შეიძლება ეს ყველაფერი არჩევნებთან იყოს დაკავშირებული და ძალიან კარგი იქნება რომ თქვენ ერთხელ შეხვდეთ იმ ადამიანს რომელსაც არანაკლები ენთუზიაზმი აქვს როგორც თქვენ გაქვთ უყვარს მას თავის სამშობლო არ უნდა ვკრათ მე წინააღმდეგი ვარ იმ ოპოზიციაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და იცით რა გამოვიყენოთ ყველაფერი გასაძლიერებლად ჩვენი ქვეყნის სამშობლოს გასაძლიერებლად ეს ნიჭი ეს აიცი რა შემართება აი ეს ამდენი წლიანი ბრძოლა და რაც მთავარია დღეს იქნება ხვალ იქნება თუ როდესღაც იქნება ალბათ გეთახმებით ქალბატონი რა აუცილებლად ოპოზიციაშიც არის საღათმოაზროვნე და პოზიციაშიც და შესაბამისად ამ საღათმოაზროვნე ადამიანებმა ერთად უნდა გამონახოთ საერთოდ და ეს ქვეყანა გამოიყვანოთ იმ მდგომარეობიდან სადაც დღეს აღმოჩნდა აი ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ვიბრძვით და მიმდინარეობს ახლაც მოლაპარაკებები ყველა მხარესთან იმისათვის რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. თუ არა ის პრობლემებიც არსებობს
ბევრი სკისერზე გადავიდა. მე დღეს ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით რა იყო წინა ხელისუფლების დროს რა არის დღეს და იგივე რო გრძელდება. არ მინდა ეს ყველაფერი რო გაგრძელდეს. მინდა რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ და მინდა რომ ქვეყანა გამოვიდეს აი ამ კრიზისიდან, რომელიც დღეს არის შექმნილი და ეს კრიზისი ჩვენზე მოქმედებს. პირადად აი უბრალო ადამიანებზე მოქმედებს და არა იმიტომ რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მარტო უსაფრთხოების მინისტრზე არ არის ეს დამოკიდებული. თითოეული მოქალაქის დღეს მაგალითად აი გული ხდება იმაზე რომ საქართველოში უცხოტომელებმა იმრავლეს და რა ვიცი აი გული მწყდება რომ ჩვენი დემოგრაფიული პრობლემა სერიოზულ კრიზისში არის და მაგრამ ეს ყველაფერი სოციალურმა მდგომარეობა ერთი მეორეზე დამოკიდებულმა ბევრმა საკითხმა გამოიწვია და ამის გადაწყვეტა ხელეწიფება მხოლოდ და მხოლოდ ნიჭიერ განათლებულ ადამიანებს რომლებიც უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ უნდა იცოდნენ რას აკეთებენ თავისი დარგის სპეციალისტები უნდა ხელმძღვანელობაში მაგალითად უცხოტომე რომლებიც ცხოვრობენ და მოქალაქეები არიან დღესდღეობით ახლა საზღვრები გაიხსნა და მოდიან და შემოსულ ადამიანებზე მაგრამ ეგაც რა ვზანებთ მე მეგობრები მყავს სხვადასხვა ეროვნების ადამიანები რომლებიც საქართველოში დაიბადნენ ჩემზე მეტი ქართველები თუ არიან ესენი ბევრ რაღაც საკითხებში და ამიტომ დაგისვით ეგ ხო არა ეგ რა თქმა უნდა ეს საქართველოს იმაზე შემტკივა რომ დღეს შემოდის შემოედინება ისეთი ადამიანები მაგრამ ესაც ცრუ ის არის ხო იცით ზოგ შემთხვევაში ეს არის იმ რეჟიმის მიერ ზოგიერთების იმ რეჟიმში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც განზედგანან, ისინი სეპარატისტული მოწოდებების ადამიანები არ არიან. პატრიოტი ადამიანი, რომელიც პატრიოტია თავის სამშობლოს მოყვარულია, იცით მოარულ დასკვნებს ვერ გააკეთებს. იმას ანალიზი უნდა შემოვიდა, გავიდა. ამას ტელევიზიაც აცხადებს, მაგრამ დემოგრაფიის აწევას რო ქართველი ერის აი ეს სჭირდება, ამაში მე გეთანხმებით რატო იცი დიდი ხანია მე ამას ვამბობ რომ თუ გიყვარს შენი ქვეყანა და თუ ეს მიწამ შენ შეგაფასა ეს აზერბაიჯანი იქნება სომეხი იქნება იეზიდი იქნება ქურთი იქნება მუსლიმანი ამნიშნულობა ქართველია აქაური საქართველოს მოქალაქეა აუცილებელია ჩვენ ყველამ ვიზროთ იმაზე რომ საქართველოში გამრავლებული ქართველი სასიკეთოდ გამოაგდეს თავის სამშობლოს სამშობლო ერთია ეროვნებები ბევრია მაგრამ კარგი მოქალაქე ცოტაა კარგი მოქალაქე ღირსებით სავსე ხო სწორია აქედან გამომდინარე მე მინდა გიორგი რომ თქვენ აი თქვენი მოწოდებით თქვენი განათლებით თქვენი ოჯახის შვილობით თქვენი არსებობით როგორც თქვენ მსჯელობთ არ აყვეთ იმას თქვენ წევრებში მოამზადეთ ის რომ თქვენ ადგილობრივშიც მიიღოთ მონაწილეობა, შემდგომშიც კიდე მიიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ და სხვათა შორის ხაზ გაუსვავ, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია მრავალფეროვანი არის მიმართულებით ყველა ეროვნების ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა არჩევნებში და ყველა რელიგიური წარმომავლობის ამასთან დაკავშირებით ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს შეზღუდვა და ნამდვილად და თავარი არის რომ შენ თვითონ ამ ამბულების ბიჭი ქართული აზროვნება უნდა კონდეს საქართველოს უნდა უყვარდეს და საქართველოს აღიქვამდეს თავის სამშობლოდ და იბრძოდეს მისი კეთილდღეობისთვის ესაა მთავარი თუ არა იცი რა არის გიორგი ერთ რამეში მე აფხაზეთში როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იქ ყველა ეროვნება იყო აფხაზიც იდგა ჩვენ გვერდში სომეხიც აზერბაიჯანელიც იეზიდიც ქრისტიანიც კათოლიკი ერთად ვიბრძოდით ერთად ვიყავით და ერთად იცით რა ერთი წუთი გრჩება გიორგი ერთი წუთი გრჩება და ბოლოს მინდა მე ძალიან მინდა რომ აი შენთან ახალგაზრდები რომლებიც არიან და რაღაცა მიიწვიო ეს ადამიანები შენს ორგანიზაცია იმიტომ შენ ისეთი დაარქვი საქართველო
საქართველოში ხო, ყველა აქედან საერთიანებს გამაერთიანებელია. გამაერთიანებელი, რომელსაც ახალგაზრდებს სიმშვიდე საქართველოს ღირსებაზე ელაპარაკე, იმიტომ რომ აი ეს გარეთა ტრიბუნა ძახილი და გარეთა შეშინება ევროპას თავისი უბედურება ეყოფა ეხლა და სხვა პლანეტას კიდე და თავისი. მოდით გამოვიყენოთ პატრიოტ ადამიანებმა, ვისაც უყვარს ეს სამშობლო, საქართველო, აი იმიტომ დაარქვი, რომ შენ როგორც ექიმი, მე ვიცი, რომ შენ ბრწყინვალე სამხედრო ექიმის დიპლომი ქონდა და ამან შენ ქონდა და ახლა იმიტომ გაუქმდა ის სამხედრო სადაც ეს სხვათა შორის საზოგადოებამ შეიძლება არ იცის, მაგრამ წინა ხელისუფლებამ გააუქმა პროფესია სამხედრო ექიმი და ახლა წარმოიდგინეთ რა გარემოცვაში ვართ, რა პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში და ამ დროს სამხედრო პროფესიები არის გაუქმებული ჩვენს ქვეყანაში და არასწავლიან. მე მაინც მოუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას ვამთავრებთ უკვე ჩვენ გიორგი ამ გადაცემას ძალიან მძიმე გადაცემა იყო, იმიტომ რომ შენი მოსასმენი თითოეული დედა უსმენდა, თითოეული მოქალაქე უსმენდა. ამას ნამდვილად გადასახადია. ახალი თავმჯდომარე იქნება პარტიის თუ სახელმწიფო მოხელე იქნება, გადასახედია ყველაფერი პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემა. მე არ ვამო პოლიცია ის რომელსაც ადამიანს ანიჭებს სამართალს, ეს არის პროკურატურა და საგამომძიებო სამსახურები, რომლებიც უნდა დადგენენ იმ საკითხს და პლუს კიდე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კი არა, უფრო სწორად აი წასული ადამიანების, რომლებიც თქვენსავით არიან განთავისუფლებულები, რატომ ეძებენ ახლებს? რატომ არ შეიძლება რომ იქიდან 5 კაცი მაინც აღადგინოთ? და ეს ადამიანი, რომელსაც სამხედრო ექიმის წოდება აქვს და გაუქმეს ესეთი სამსახური აქა, ფაქტიურად საქართველოში გაუქმებულია ესე ხო ეს? და ამის უფლება არავის არ აქვს. და ბოლოს ჩვენ უკვე ვამთავრებთ. ერთი რამ მინდა, წინა ხელისუფლებამ გააუქმა პათანატომიური კვეთები საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტების მიმართ. ეს იყო მათ მიერ აი ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული, რადგანაც ვერ დგინდება გარდაცვალების მიზეზი პაციენტების და შესაბამისად ამით ხელს ითმობენ გარკვეული ძალები. ამიტომ მაგაზე სპეციალურ შემდეგ გვიმში ამ სხვა გადაცემა იქნება დაწყნადი გიორგი გენეცვალე და მე ძალიან დიდი პატივს და მე ვთხოვდი შესაბამის უწყებებს ელემენტარულად მიაქციეთ ყურადღება ახალგაზრდები რომ გინდათ ახალგაზრდამ რომელმაც ამ ბრძოლაში გაატარა თითქმის წლები და ნუ გააკეთებს ეს არის ცოდვა და თუ ეკლესია და საერთოდ მზის თაყვანისმცემელი ვარ მე მაგრამ ქრისტიანულ ქვეყანაში ეს ძალიან დიდ მოვალეობას მანიჭებს რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლო საღი აზროვნებისათვის რაც დაცული იყოს ჩემი სამშობლოს საქართველოს ღირსება ასევე თქვენი რა თქმა უნდა ერთადერთი სამშობლო რომელსაც ქართველ ერს არჩნია და ვიცი რომ ეს შეგიძლია და ძალიან გთხოვდით რომ აი ეს ღირსეულად, იმიტომ რომ არ უნდა მეჩვენებოდე, რომ იცი რა, გიორგი ხო არ აღადგინეს, აი მოცხო ქვეყანაში მე მიხარო და გიორგი ხომ არ აღადგინეს სამსახურში. მას მოხუცი მამა ყავს შესანახი, არ დაგავიწყდეს. მისი დედა ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. ამას ხაზგასმის ვამო, ყველა სახელმწიფო მოხელე არის ვალდებული, რომ მას ღირსეულად შეხვდეს. დიდი მადლობა გადაცემის სმენისათვის, ჩვენი გაძლებისათვის და გიორგი შენი მოსვლისათვის. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა საზოგადოებას, ვინც გვისმენდა. მადლობთ. დიდი მადლობა.